მაშ კამპუს მზად ხარ? ჰო, ჩვენ მზად ვართ. მზად ხართ საუკეთესო წვეულებისთვის, რაც კი ოდესმე ყოფილა? ჰო, ჩვენ მზად ვართ. მე ვარ წვეულების მეფე. მე ვარ წვეულების დედოფალი. აქამდე არასდროს ყოფილვარ წვეულებაზე. რაღაც უხერხული და უჟმური მზერა გაქვს. წვეულება არ იქნება. მაშინ თქვითახლავე. ენჯი საუკეთესოა. ენჯი საუკეთესოა. რა ხდება აქ? ჩვენ ენჯის წვეულებაზე მივდივართ. ენჯი საუკეთესო. ლოლა, გაგირდი? დახურე პირი. საუკეთესოა. ლოლა, დაგავიწყდა? ჩვენ ვართ აქ საუკეთესოები და არა ენჯი. კარგით რა, ჩვენ მის წვეულებაზე მივდივართ. ჩვენ მის წვეულებაზე მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის საუკეთესოა. ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ლოლა მოღალატეა. მოღალატე შენ ხარ კრის. გამარჯობა ჩოგბურთელო გოგონებო. გამარჯობა ბიჭებო. წვეულებაზე გნახავთ. ჰო, აუცილებლად. წვეულებაზე ბონიასთან ერთად ვაპირებ წასვლას. მე ლოლასთან ერთად ვიქნები, მე ვთხოვ კრის, რომ ნელა იცეკვოს, მე კი წელზე მოვხევ ხელს. კამპუს, გელოდებით ყველას ჩემს წვეულებაზე. მზად ხარ? წვეულება, 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 ურა! ჩუმად, ჩუმად, დედა ჩემი მირეკავს. ხო, გამარჯობა დედა, უკვე წახვედი? იმედია ენჯის მშობლები უკვე წავიდნენ. რას ნიშნავს მოგზაურობა გაუქმდა? ხო თქვი რომ მიდიოდით. კარგი დედა, ნახვამდის, გკოცნი. ენჯი არ მითხრა რომ წვეულება ჩაიშალა. წვეულება ჩაიშალა. ჩემი მშობლები არსადაც არ მიდიან. რას უყურებ? ყრუ ხარ? არავითარი წვეულება არ იქნება. ენჯის მშობლები არ წავიდნენ. მატყუარა. თვითონ ხარ მატყუარა. ჩოგბურთელო. ენჯი, მოიცადე. ჩვენ ვერ შევძლებთ ლამაზ გოგონებთან ერთად დროის გატარებას. ღმერთო, ძალიან მინდოდა წვეულებაზე კოკა-კოლას დალევა გონების დაკარგვამდე. მია, ენჯი ჭორიკანა და მატყუარა გოგოა. იქნებ მისი მშობლები არსად არაპირებდნენ წასვლას. ჰო, წვეულებაზე ძალიან მინდოდა შენთან ერთად ნელა მეცეკვა. შენ ისეთი ლუზერი ხარ გუფი. ჯანდაბა ბიჭებო, წავიდეთ. კეიტ, წარმოდგენაც არ გაქვს რამდენად მაბრაზებ შენ მიახლა. შენ კი მილიონჯერ მეტად გამაბრაზებ. ჩვენ გამოვტოვეთ ფრენა მაიამიში და ეს შენს გამო მოხდა. და რა მოხდა მერე? რა გავაკეთო? როგორც ჩანს, მაქსი და კეითი ისევ კამათობენ, ამ ტემპით ისინი მალე დაშორდებიან. ახლა ამ კლასში დგომის ნაცვლად მაიამის სანაპიროზე უნდა ვიწვე და ჩემს კოქტეილს წრუპავდე. მე მინდოდა ლამაზი საცურაო კოსტიუმებით სიარული სანაპიროზე. მე ყველა შემომხედავდა. საცურაო კოსტუმებში ნამდვილად ლამაზი იქნებოდი. ანუ არ გინდა დანაშაულის აღიარება? ცუდად გრძნობ თავს. ჩემი ბრალი არ არის. კარგი, მაშინ ჩვენ 3 დღით ერთმანეთს დავშორდებით. ხო? ასე? ანუ შორდებით 4 დღით. არა, 7 დღით ვშორდებით ერთმანეთს. 7 დღე? როგორც გინდა. აჰა, ისინი აუცილებლად დაშორდებიან. მე მკითხავი ვარ. ჩაკი მკითხავია. აუ ძალიან მაგარია. ხო მართლა, ახლა კამპუსში მყოფი ყველა მოზარდი მომისმენს. შენ? დიახ. კეით, ყველა მოზარდი მე მემორჩილება, იმიტომ რომ მე ვარ აქ მასწავლებელი.
შენ არ ხარ მასწავლებელი, შენ სულელი ჟირაფი ხარ. სულელი ჟირაფი. და შენ ხარ ბოროტი, მავნე ჯუჯა და მე არ დაგითმობ ჩემს თინეიჯერებს. შენი ახალი ვარცხნილობა საშინელებაა. ჯუჯა, უბრალოდ პატარა გნომი. თინეიჯერები ჩემთან არიან და არა შენთან. ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ მე მაქვს თქვენთვის საინტერესო წინადადება. რა ხდება, ჩაკ? მოდი თინეიჯერებს ვკითხოთ, ვის სურს ვისთან დარჩენა. კარგი, უბრალოდ ეს აზრი მომივიდა თავში. კარგი. ყველა მოზარდი მაინც მე ამირჩევს. რას უყურებ, ჩაკ? გათავისუფლებული ხარ აქედან. რისთვის მაქს? საუბარში ცხვირის ჩაყოფის გამო. მაქს ძალით არ მინდოდა. ჩაკ, დამშვიდი, ეს ხუმრობაა. უბრალოდ ხუმრობ. ხო, ეს უბრალოდ ხუმრობაა. მადლობა გუფი, შენ ისეთი საყვარელი ხარ. მია, იცი რომ მომწონ ხარ. მეც მომწონ ხარ გუფი, ძალიან სასაცილო ხარ. და მე ასევე მომწონ შენი, ესენი. მართლა, მე მეგონა რომ ბიჭებს არ მოსწონთ ბრეკეტებიანი გოგოები. მათ გონიათ რომ ჩვენ ცუდად უკოცნით და მათ ეშინიათ რომ ენა ბრეკეტებში გაეჭედებათ. ეს სიმართლე არ არის? რა თქმა უნდა არა, ეს სისულელეა, გინდა დაგიმტკიცებ. ხო, ძალიან მინდა, მაგრამ მეშინია რომ შეიძლება მართლა დამრჩეს ენა ბრეკეტებში. სულელო. გუფ, ვერ გავიგე, ჩემი მიასთვის კოცნა გინდოდა, ან იქნებ მე მომეჩვენა. უბრალოდ მოგეჩვენა. მიას თვალში რაღაც ჩაუვარდა, მის ამოღებას ვცდილობდი. კარგი, უკვე მეგონა რომ ბანდაში ახალი წყვილი გვყავდა. მია, ვიცი რომ მოგწონს გუფი. გუფი ჩემი მეგობარია და მეტი არაფერი. გაწითლდა. ესე იგი შეყვარებულია. ეს ასე არ არის პონკა. აქ ძალიან ცხელა. დიახ, ძალიან ცხელა. კარგი, რადგან წვეულება არ არის და მე მომზადებული ვარ ამისთვის, შეგიძლიათ როგორც გინდათ გაერთოთ. ბუშტი ყველაზე მაგარი ბიჭია. ის სულაც არ არის ხარბი. 2 კილა კოკას ავიღებს. მიუხედავად იმისა, რომ მე ვთქვი არ დავლევთქო. შეგიძლია 4-იც აიღო. ჩემი გოგო ხარ. ბუშტო, ნუ ხარ თავხედი, მე შენი გოგო არ ვარ. მია, აიღე ჩემი კილა. გუფი, შენ ისეთი კეთილი ხარ. ისინი ნამდვილად შეყვარებულები არიან. მია, გუფი, მათ ერთმანეთი უყვართ. აბა მეგობრებო, საკმარისია, საკმარისი. მე მთელი კამპუსის წინაშე შევრცხვი. ჰალკ. პატარა ენჯი, არ ინერვიულო, შენი ბრალი არ არის, შენი მშობლები რომ არ წავიდნენ. მაგრამ ახლა ყველა იფიქრებს, რომ მე მატყუარა ვარ, რადგან მოვიტყუე წვეულების შესახებ. პატარა ენჯი, თუ ვინმე გაბედავს და მატყუარას გიწოდებს, მე მათ ჭკუას ვასწავლი, იცი? მადლობა, ჰალკ. შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. რადგან მე ენჯის საუკეთესო მეგობარი ვარ, ყველა იფიქრებს, რომ მეც მოტყუარა ვარ. მეც დამიცავ? პატარა ლორა, არ ინერვიულო. აუცილებლად დაგიცავ. გპირდები. ეს ძალიან საყვარლობაა. არასდროს არავის დაუძახია ასე. ჰალკ. წარმოდგენაც არ გაქვს. ისე ცუდად გრძნობ თავს. კარგი რა, დამშვიდდი. გაიგონე, ზარი რეკავს. პატარა ენჯი, ნუტირი, დათვი ჰალკი ყოველთვის შენთან ერთად იქნება. დათვი ჰალკი? ეს რა ჯანდაბაა? ჩოგბურთელი გოგონები იქ არიან? იქ არიან. მარტო არიან იქ? ფიქრობ რომ ისინი ტანსაცმელს გამოიცვლიან. უკან დაიხიე. დავინახო. ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ გოგოებს დაველაპარაკოთ. მოდი ცოტა ხანს ვუყუროთ და მერე დაველაპარაკოთ.
თუ დაგვინახავენ, პრობლემები გვექნება. გამარჯობა გოგონებო. ბიჭებო, სულ გაგიჟდით? ანსაცმელს ვიცვლით. აკაკუნება არ გასწავლეს? დაელაპარაკე მათ, შენ დაელაპარაკე. შენ გინდოდა აქ მოსვლა. რატომ მაბრალებ? ელაპარაკე ახლა. რა იყო ბიჭებო, ქათმები ხართ? შენ თვითონ ხარ ქათამი, შიშარა ხარ. როდემდე აპირებ დარჩეთ აქ და გვიყუროთ? ხო, დროზე. განსაცმელი უნდა გამოვიცვალოთ. ჩვენ ნამდვილად ვაგვიანებთ ვარჯიშზე. კარგი, ჩვენ უნდა წავიდეთ. შიშარა შენ ხარ. ლამის შარვალში ჩაიფსი. ნახვამდის გოგონებო, მოდი წავიდეთ. ნახვამდის ბიჭებო, ძალიან უცნაურია. მიდი მაქს, ილაპარაკე. ჯერ ჯუჯამის საუბროს. კარგი ქეით? ჟირაფს ვუთმობ. არა, ჯერ პატარებმა, შენ კი პატარა ჯუჯა ხარ. კიდევ ერთი სიტყვა ჟირაფო და მიფრთხილდი. კარგი, მე დავიწყებ. მაქსმა და ქეითმა განიხილეს და გადაწყვიტეს თქვენი დაყოფა. რა? კარგი, ჩუმად, თინეიჯერებო დამშვიდით. არც კი გისმენენ. უყურე და ისწავლე, როგორ უნდა დაამშვიდოთ მოზარდები. მოკლედ, დღეიდან ყველა მემორჩილებით მე. მაქსი აქ აღარავინაა. ჰა, კარგია. მაქსი ახლა აღარავინაა. ეს უჩვეულოა. ეს რაღაც ახალი განცხადება. ამდენად მართლაც სერიოზულადაა საქმე. რა? მე არ მოგისმენთ, მე მხოლოდ მისტერ მაქს ვუსმენ. ოხ, ბუშტო მშვენიერია, ჩემი შეგირდი ხარ. მშვენიერია ბუშტო, მე არც კი მჭირდებოდი. მაქს ხმის მიცემა გვჭირდება. ხო, ვინ არის მომხრე რომ ისევ მე ვმართო კამპუსი? ვინ არის მომხრე რომ კვლავ მაქსი იყოს უფროსი? მაქს, თუ რამეა მე შენს გვერდით ვარ. მასწავლებელი მაქსის მხარე დავიჭიროთ. ჩვენ არ გვიყვართ ბოროტი მასწავლებლები. რა თქმა უნდა, ის საყვარელია და სიმპათიური. მადლობთ გოგონებო, თქვენში ეჭვი არასოდეს შემპარვია. ჩვენ მწვრთნელი ქეითის მხარეს დავიჭერთ. მე ერთი დღეც კი არ შემიძლია იოგას გარეშე და მათემატიკა ნამდვილად არ მიყვარს. გოგოებო, ჩემი საუკეთესო მოსწავლეები ხართ. და ჩვენ მივდივართ მისტერ მაქსთან. ბაბარა. მე კი მწვრთნელ ქეითთან მინდა, ცეკვისა და სპორტის მომხრე ვარ. წადი აქედან. დამშვიდით ბიჭებო, დიდხანს არ გასტანს. მე მალე დავბრუნდები. დენსმა მეგობრებს უღალატა და გოგონებისკენ წავიდა. ხო, კარგი, მე მაქსის გუნდში ვარ, მეგობრებო. გამარჯობა გოგონებო. ბეისბოლის მოთამაშეო. კარგია, სწორი არჩევანია. ხომ ხედავ, ჩვენ თქვენზე მეტნი ვართ. პონკა, მია, თქვენი იცით რაც უნდა გააკეთოთ. ჯანდაბა მია, მე მიყვარს მათემატიკაც და იოგაც. პონკა, გავიყოთ. მე მაქსთან წავალ, შენ კი ქეითთან. ხო, მე ვირჩევ ქეითს. და მე ვირჩევ მისტერ მაქს. უბრალოდ მათემატიკის ქულები უნდა გავაუმჯობესო. გინდა ერთად შევუერთდეთ ქეითის გუნდს? რატომ დილან? იმიტომ რომ ენჯი იქ არის და მე ის მომწონს. კარგი, წავიდეთ. მე თქვენთან მოგვიანებით მოვაგვარებ. უსაქმურებო, ჯანდაბა. აქ მხოლოდ ჰალკი დარჩა. ის ვისთანაც წავა, ის გაიმარჯვებს. მაშ ჰალკ, ვის ირჩევ? მე თუ მწვრთნელ ქეითს? ღმერთო ჩემო, ახლა ხან დავიწყე იოგაზე სიარული. ჰალკ, თუ მე ამირჩევ, შეგიძლია იოგაზე სიარული განაგრძო. არ დაუშვა შეცდომა, შენ ჯერ კიდევ გაქვს დასაწერი ტესტები. რაც შეეხება პატარა ლუს, ენჯის, მე ხომ ისინი უნდა დავიცვა. ჰალკ, შენ საუკეთესო ხარ. მეგობრებო, ძალიან დაბნეული ვარ და არჩევანს ვერ ვაკეთებ. დაწერეთ კომენტარებში ვის გუნდში მივიდე, მისტერ მაქსის თუ მწვრთნელი ქეითის.
გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო, დააწყაპუნეთ სარზე და დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას.